ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა, სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. Optical Systems, რომელიც სვანეთში ოქროს ძიება მოპოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი, ამ დრომდე ვერ ახერხებს სოფელი ელში სამუშაოების დაწყებას. არ არის გამორიცხული, ამაზე უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ინვესტორმა შესაძლოა საქართველოს დატოვოს და მაინც რა შეიცვალა 1 წლის განმავლობაში, ვინაიდან კომპანიას პრობლემები უკვე 1 წელია რაც აქვს. ეხლა პირდაპირ ეთერში კომპანიის იურისტი ირაკლი გვილია ისაუბროს. ბატონო ირაკლი, გამარჯობათ. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს. ეს პრობლემა არ არის ახალი. ანუ თქვენ პრობლემები გაქვთ შექმნილი უკვე სვანეთში კარგი ხანია, საქმეში ჩართულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე გამოძიება. რა სიახლეა ამ კუთხით? სამწუხაროდ აბსოლუტურად არანაირი. 1 წლის ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არ არის არანაირი სიახლე და სამართალდამცავები ან ვერ ახერხებენ, ან არ ახერხებენ კონსტიტუციური წესრიგის დაცვას. კერძოდ უსაფრთხოების პრობლემები აქვს როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ჩვენს მენეჯმენტს, ინვესტორი ვერ ახერხებს სვანეთის ტერიტორიაზე კანონიერი საქმიანობის განხორციელებას. და ანუ როცა სამართალდამცავებს ვესაუბრებით, ველოდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან სპეციალურ ბრძანებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა და ინვესტორის უფლებები არ არის დაცული. რატომ თქვენი აზრით? როგორც ჩანს, ეს პროვოკატორთა ჯგუფი მართულია მესტიაში გავლენიანი პირების მიმართ, რომელთაც თავისი, ესე ვთქვათ, უკანონო ინტერესები აქვს, როგორც ჩანს, და როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს უწევს ანგარიშს, ანუ მათი გავლენით, თუ რატო ხდება, არ ვიცი, ეს როგორ ხდება, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ჩვენ მუშაობას. ანუ სხვადასხვა მიზეზების გამო იქ არის, რომ ადგილობრივი კრიმინალები ავიდნენ და დაშალეს და დარბიეს ჩვენი ბანაკი, კარგად ორგანიზებული კრიმინალები, პოლიცია ესწრებოდა ამ დარბევას და არაფერი გაუკეთებია სამწუხაროდ. და ბოლო 1 წლის განმავლობაში არაფერი არ შეიცვალა, როგორც ავდივარ დიდახიან ესე მოსახლეობა გვხვდება ხან ურანის მოპოვებაში ბრალს, ხან რაღაც ციანიდის გამოყენებაში, თუმცა გარემოსდაცვის ორგანოები იყვნენ ასული და ვერანაირი ქიმიური მინარევები ბუნებრივია ვერ აღმოაჩინეს მიმართები მიზეზის გამო, რომ ჩვენ მათ უბრალოდ არ ვიყენებთ, ანუ გრავიტაციული მეთოდით მოპოვებისას ქიმიური მინარევები საერთოდ არ გამოიყენება. ხელშეშება შტაბიშტილება, რომ ადგილობრივებმა გადასარევად იციან, რომ ჩვენ არაფერს არ ვარშავებთ და არანაირ ქიმიურ მინარევს არ ვიყენებთ, თუმცა ისინი მართული არიან, არის სისტემები, რომ აი ჩვენ დავიფიცეთ და მართული არიან ვისგან უკაცრავად? სამწუხაროდ მე ზუსტ გვარებს არ და ვერ გეტყვით. გასაგები ვერ მეტყვით, მაგრამ ეს არის ადგილობრივი ხელისუფლება, ეს არის მაღალჩინოსნები, ანუ ვინ დგას ამა? ეს არის ადგილობრივი ესე იგი პირების მიერ, ანუ მესტიაში დიდი გავლენის მქონე პირების მიერ მართული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადგილობრივი სიტყვაზე იყო კითხვები, რომ ადგილობრივი გამგეობა ხო არ არის ამაში ჩართული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადგილობრივ გამგებელს ესეთი გავლენა აქვს, თუმცა მისი განცხადება, რომ ის ამ კრიმინალების გვერდით არის და ის მოსახლეობას ვერ განაცხენებს და ფინანსებისუფლებამ რა ლიცენზია გაქვს და საერთოდ არ აინტერესებს. ეს ბუნებრივია შემაშფოთებელია და მე ერთადერთი, ანუ ინვესტორს უბრალოდ ესე იგი რა არის უფრო შემაშფოთებელი ის, რომ ესეთი რამე ხდება თუ ის წლის განმავლობაში პოლიციას წესრიგი ვერ დაუმყარებია საქართველოს ტერიტორიაზე, ხო? თან ტურისტულ ესეთ აქტიურად ჯობს. ეხლა ხო რომ დაიფიცოს მოსახლეობამ, რომ სიტყვაზე არავით არის პოლონელი ტურისტი, ან არავით არის რაღაც ამერიკელი ტურისტი სვანეთში, პოლიცია მაშინ რატიდან ძალიან აინტერესებს ეს ყველაფერი. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი იმედები და
მიზნები საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობთ, რომლებიც გაცილებით უფრო დიდია თუნდაც ეს სვანეთის ოქროს მოპოვების პროექტი, თუმცა ამ ეტაპზე პროექტის გაფართოებაზე და სხვა პროექტებზე საუბარი საერთოდ არ არის, ვიხილავთ საერთოდ საქართველოს ტერიტორიიდან ბიზნესის დახურვას და ზიანის ანაზღაურებას ბუნებრივია სახელმწიფოს მოთხოვს. და რამდენზე, რა ზიანი მიადგა ინვესტორს თანხობრივად? დღის მდგომარეობით პირდაპირ ზიანი ეს მიუღებელ შემოსავალს რო არ შევეხოთ, პირდაპირ ზიანი $1,000,000 აქვს. თუმცა ბუნებრივია, როდესაც საქმე ზიანის ანაზღაურებამდე მივა, მან მიუღებელ შემოსავალსაც რაც დათვლილი გვაქვს ჩვენ ოქროს მარაგები რაც არის, იმასაც ბუნებრივია ყველაფერს ბოლოს ეცამდე მოვითხოვთ. ანუ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შევიდეს სასამართლოში სარჩელი? თუ ვის წინააღმდეგ? ვიხილავ სხვადასხვა გზებს, არის საერთაშორისო არბიტრაჟები და სასამართლოები, ესე ვთქვათ, იმიტომ დავამარტივოთ ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივმართავთ, სამართლებრივ გზას აუცილებლად ვიპოვით ამისთვის. და თუ რა თქმა უნდა ესე ვთქვათ ხელისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში კვლავინდებურად არ შეასრულებს თავის მოვალეობას და კვლავინდებურად არ დაამყარებს წესრიგს. ანუ არ არის გამორიცხული, რომ თქვენმა კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. დღეის მდგომარეობით სამწუხარო ფაქტია, რომ ეს ჩანს. ბატონო, იმიტომ რომ არანაირი პროგრესია არ გვაქვს და არც არანაირი პასუხი არ მიგვიღია შესაძლოა ბოლო 1 წლის განმავლობაში. არანაირი პასუხი არ მიგვიღია. თქვენ შეხვდით ამერიკის საელჩოს ელჩთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია რა? ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია. საქმის კუთხე ჩავაყენეთ ბუნებრივია, ვიდრე ეს ამერიკული კომპანია. და ესე ვთქვათ აქტიური მიმოწერა გვაქვს და შეხვედრები. ჩვენ დღეს მდგომარეობით მუშაობთ იმაზე, რომ ამერიკის საელჩო ოფიციალური განცხადება გააკეთოს სამი მიმართულებით საქართველოში ინვესტიციების დაცვასთან დაკავშირებით. და კიდევ ერთი, თუ გქონდათ შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობასთან, ვინც აპროტესტებს თქვენ საქმიანობას მესტიაში? კი, ხონდა შევხვდი, პირადად შევხვდი ადგილობრივი სოფლის მოსახლეობას, რომლებიც ჩვენთან იყვნენ ასევე დასაქმებული და აშკარა იყო, რომ ისინი მართული იყვნენ ესე ვთქვათ მესტიიდან ძალების მიერ. მათგან მიცხადეს, რომ დაიფიცეს, ესე იგი ხატზე, რომ ამ კომპანიას არ ამუშავებენ, თუმცა ბუნებრივია ვერავინ გამიმართა თუ რით იყო მათი უკმაყოფილება გამოწვეული. და შეშინებულები ჩანდნენ მასწავლებლები. თქვენ როდესაც აცხადებთ მართული, ხომ არა გაქვთ ეჭვი, რომ სხვა კომპანია ცდილობს თქვენს ჩანაცვლებას? ანუ რას უკავშირებთ ამ პროტესტს თუ მე უფრო ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ პირდაპირ თანხის მიღებას, ვიდრე ჩვენ ჩანაცვლებას. ჩვენ რო ჩაგვანაცვლონ, საკმაოდ დიდი თანხებია ჩასადები ამ პროექტში და საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა ჩასატარებელი და მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს პირები ვინც ამ პროცესს მართავენ, ესე ვთქვათ, მათ ეს მიზნად აქვთ, რომ იმუშაონ და ესე ვთქვათ, კანონის ფარგლებში თუნდაც რაღაც ღირებულებას შექმნან. პირდაპირ თანხის მიღებას ვისგან, ბატონო ირაკლი? საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს აჟღერებთ თქვენ ახლა და ვისგან, ანუ შეგიძლიათ თქვათ? სამწუხაროდ ვერ. ანუ არ იქნება. თუმცა ამ ყველაფერს ეტყვით გამოძიებას თუ დაინტერესდება? რა თქმა უნდა, ვეთქვით გამოძიებას თუ დაინტერესდება. და ჯერჯერობით სამართალდამცავი სტრუქტურები თქვენთან არ მოსულან და არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია. განმავლობაში ჩვენთვის არც ერთ სამართალდამცავს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა ამ პროცესებთან დაკავშირებით. და როგორც მოგახსენეთ, კვლავინდებურად ვერ ვახერხებთ გაგრძელებას მუშაობის. და ეს საკმაოდ საინტერესოა იმის ფონზე, როდესაც ესე ვთქვათ, ჩვენ ყველა ესე ვთქვათ, მთავრობას, ჩვენ ესე ვთქვათ, კერძო სექტორი, პრევატიზების ინვესტორთა საქართველოში ბიზნესის საკეთებლად პარალელურად ხდება ესეთი უმთავრესობა. ანუ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ხართ და დაელოდებით როგორ განვითარდება მოვლენები და შემდგომ უკვე მიმართავს არბიტრაჟს. დიახ, თუმცა ჩვენს მოლოდინსაც აქვს მონოპოლია საზღვარი.
ის გადამჩენია წარმატებები გისურვებთ. დიდი მადლობა. ირაკლი გვილია, ამერიკული კომპანიის იურისტი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მაშასე არ არის გამორიცხული ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც სვანეთში წესით უნდა აწარმოებდეს ოქროს მოპოვება მოძიებას. ეს გახლავთ ოპტიკალ სისტემი, საქართველოს ხელისუფლებას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. ასეთი იყო ამ დროისთვის სიახლეები ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ და აქვე გეტყვით, რომ 16 საათსა და 15 წუთზე ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ დროებით. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.